საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველ მაჩს გამართავს. ჩვენი გუნდი მალმე არენაზე ხორვატიას დაუპირისპირდება. მანამდე ნაკრებმა ვარჯიში გამართა, რომელსაც სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ. ცნობისთვის საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას თბილისი არენაზე საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 29-26 დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე მაჩს საქართველოს 19 იანვარს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. 21 იანვარს კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ჩვენ ჩამოვიდით აქ რომ თამაში მოვიგოთ ჯგუფიდან გავიდეთ. ჩვენ მთავარი მიზანი არის რომ გამოვიდეთ მოკლედ ბოლომდე რაც შეიძლება მომზადებულები და პირველივე წუთებიდან ვაჩვენოთ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი მომზადება და გვინდა რომ ხორვატია დავამარცხოთ. თავარი არის ჩვენი თავის მაქსიმალური ვაჩვენოთ და გამარჯვებასთან დაკავშირებით ახლა იმას ვიტყვი რომ შანსი ყოველთვის არის, როდესაც გუნდი ბოლომდე იბრძვის და ბოლომდე როდესაც იბრძვი, მე ყველაფერი გამოჩნდება. ხორვატიასთან თამაშამდე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებსაც უსურვე წარმატებული ასპარეზობა და ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, რთული მეტოქეები ვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები არაერთ სენსაციას შემოგთავაზებენ.